მოგესალმებით მეგობრებო პოდკასტის მორიგი ეპიზოდიდან. ჩემი სტუმარი არის დიდი წარდგენის გარეშე, ლუკა ნაჭყებია, მაგრამ წარდგენაზე რას ვფიქრობდი, იცი ლუკა, ანუ შეფი ტექნოლოგია რაღაცა. ხო, საჭმელთან კავშირშია რა. ჭამისტი. აი ჭამელი კაცი. აი ჭამელი კაცი მარტივად რა. ბევრი რა გითხრა, ეგ არის რა. ხო და ლუკას მოსვლა მაინტერესებდა პირველ რიგში, იმიტომ ვიც არის თვითონ და მაგ პროფესიაზე მე გავშლით, მაგრამ აი ეს რა ჯანდაბარი, ეს რა არის ბიჭო, რითი დადიხარ? ამ ბაიკით მაქვს ნასიარულები, ნეტყვი რამდენი 12000 კილომეტრში გარბენი რო ვიყიდე და ეხა აქვს 73. რამდენი ხარია კავს? რა, ბევრი არა, 4 წელია დაახლოებით რა და ანუ ვაჩ, სად იყავი? ყველგან. ანუ ეს ბაიკი ნაყოფია როგორც უზგულში, ასევე სტამბოლში, ასევე რა ვიცი, ბაქოში. ეგრე უბედურებაში რა. გასვლები კარგია. აი რა ქვია, ვინ არის, რა გვარია? Suzuki M9R, იგივე ბულვარი, არა, ბოდიში ბულვარი არა, ანუ ხო, ნუ ბულვარი რა. ამერიკაში ბულვარი, ინტრუდერი ევროპაში. ინტრუდერი ევროპაში. და რა ძრავია? 109, ანუ 100 ინჩიანი, ანუ 1 და 8 არის, მაგრამ იყო აღარ არის, ბორკატია გაკეთებული და რაღაც მოდიფიკაციები. გავსუქნე კიდე? კი, რაღაცები, ანუ power commander-ი, ეგეც უმანი რაღაცები, აქვია ინტეიქის, ნუ სპორტული ჰაერის ინტეიქები, ბევრი წმანი რაღაცა აქვია, გუშტელის გაშეცრულია, ვაფერ შეცრულია. აუ, ძალიან ხეცია. აბსოლუტია, ეხა ამ მომენტში მესი აქ არის, ანუ შევერავა აქ არეული და ერებოი აქვს სუბოქი დავასშკარეზე, იმიტომ რომ ჩემი დაწერო და მე პროგრამებინა და პროგრამები და მაგრა შემეშალა რაღაცები ამის და ანალიზებს და ანუ რატო გადაწყვეტე რომ შეუნდა გაგეკეთებია? ჩემი თუ ანუ აი რატომ გადაწყვეტე რომ იცი რა თუ გამომდის პლანი შეტყვა გამომივა ეგეც რა ნახო რა ბიჭო ვიოლინო მაქვს ისე ხარ ჩუაშიას ბიჭო ზეთი არის ზეთი დანიშნულება მოდის რა ქვია აპაზია თუ ამაშია ორივეც ხელია რა გინდა გავიგატაოთ აბა რა სხვათა შორის მეგობრებო აი თუ შეამჩნიეთ რა ეს ახალი კედები ვიყიდე და რამე მინდოდა მომეხდიდა ხო და M-Custom-ში ნახე რეები ავაგდე რა ნახე რა ლამაზობებია თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამე აქვს დავბრუნდით საიდანაც ყველაფერი დაიწყო მეგობრებო თუ გახსოვთ აქედან დავიწყე თავიდან გადაღებები Welcome ძმაო კეთილი იყოს შენი მსუქანი ბორულები ჩემ გადაცემაში სუქანი ბორულები და სუქანი ღები ეგ მაგას არ ჩვენ არ უჩივით. ესე რა იცის და ესე 20 თუნავიაროთ ხო უნდა ხო? როგორ ჩანს? ბიჭო, გავამფრთხილეთ ბიჭები რომ მოუმატონ სიჩქარეს და. გადმოვარდება. წადი. ახესნი აი, არა ეს კაი სიჩქარია არ გინდა, ნუ გარისკავს. აი, მოკლედ. როგორ ხარ? ოცი დაშევ. ეგეთი რაღაცები სიჩქარეზე უნდა აკეთო ხოლმე. ხო, ესე ნელა არასწორად. მოკლედ, დავიწყოთ ტრადიციული შეკითხვით. ყოველთვის ვეკითხები ხოლმე სტუმრებს, შენი პირველი ემოცია სად ნახე მოტოციკლეტი, სად შეგიყვარდა? რამ გამოიწვია ეგ სიყვარული? იცი როგორ რაღაც იყო მოტოციკლები სულ მიზიდავდა ყოველთვის მაგრამ ნუ ყოველთვის მანქანების ტიპი ვიყავით ერთ ცხოვრება რა და ერთხელ უბრალოდ მეგობარმა დამსვა რაღაც გადაღებისთვის დაგჭირდა რა და მე მარტივად ისწავლიო მითხრა მეთქი ნუ კაი თქო რა მექანიკის დარება თუ იცი და ველოსიპედის თუ იციო ეგ არისო რა და ეგ იყო და მე ხვდი მანდ რომ მაგის გარეშე მე უკვე აღარ შემიძლია რა იმიტომ რომ მან საიდუმლო რაში აი მანქანა რომ მიიღო იგივე სიამოვნება, ბევრად ძვირფასი მანქანა გჭირდება, ვიდრე ბაიკია რა. კი. ანუ 150-200 მანქანის სიამოვნებას გაძლევს ბაიკი ბევრად იაფად რა, ეგ მომენტია რა. კი, ეგ შეგძლება ნამდვილად ეგ არის. პირველი ბაიკი რა ყავდა? პირველი იყო Suzuki C90. ლიტრანახევრიანი დავიწყეს, აი მსუქანა ბაიკი იყო, კომფორტული დახრევანივით. და რეალურად ბაიკი, ანუ ეს და მე ეს ანუ მე ბევრი არ გიმოგზაურია. მე ვიცი ორი ბაიკი ხო, ანუ მე მიყვარს დიდი ხანი გაჩერება. მოულა პატრონობა. იცი მიყვარდება რა. ბიჭო, ეთყობა შენ ბაიკს, სხვათა შორის კაი მოვლილიც არის და პირველად მე მგონი ვაფშე სახელოსნოში გნახე ამ ბაიკით და მეთქი რა არის ეს მონსტრი რა ბაიკი. მე ხო აი ძალიანაც ვერ ვკვევი ბევრ ბაიკებში რა სიმართლე რო გითხრა. ხო და ძალიან გამიკვირდა, არ მინახავს ამ ხელა ბაიკი მანამდე არასდროს.
ბიჭო, იცი რა არის აქვია, ხა ამას ჯანიანი ბაიკების კატეგორიაში გადის, მაგრამ იცი რა, ყველაფერს შემიძლია ჩარჩები რა, შემიძლება, შემიძლია რაღაცებს ნაკლებს ცვლი, რაღაც ანუ თერაპია რა ეს ბაიკი. თერაპია, ხო, მაგის გასავირებდი. იმენა სრული თერაპია და ნუ აი, პროსტა ერთია რომ არ უყავს დაბალი სიჩქარე რა. იმენა. ყვერცხილით არის. და თუ არ ჩვენ არ გვიყვარს, ჩვენ არ გვიყვარს და მიაჭირეთ ბიჭებო. არა, კარგად მიდიან, რა კიდე ხა. კალახის გზებზე კანონი დავიცოთ 60-ით მივდივართ, საყვარისი არის. აი ზმაო, ბაიკზე გასაგები არის. აი ხა გადავიდეთ ჩემ პროფესიაზე. პირველად ნახე რაღაც პროექტი იყო. მზარეულებს შორის. სამზარეულო. არა, სამზარეულო. იცი არა, თქვა? რესტორანი. ხო. სხვა ბნელი 2000-იანები. არც ისე ბნელი. 2000-იანები იყო, ხო. სისხლიანი 2000. ხო. მაშინ კორპა ვიყავი რა. აში ხო. ახლა ჩვენიერი კორპა ხარ, კაცო. ვაფშე არაფერი არ შეცვლივა. ხო და რას ვიძახ, იცი? მაშინ უკვე აშკარად რაღაცა დასწავლი ქონდა. სადღაც მიღებული ქონდა ეგ განათლება და როგორ მოხვედი დღემდე, აი დღევანდელ უკამდე რა. ეგ მაინტერესებს. იცი რა არის? როგორ შეგიტყვა სამზარეულო? ბიჭო, ბადარი მარტივი პრინციპი მგონია მე რა, რომ ანუ პროსტა ანუ არასდროს არ ვუშინდებოდი გამოწევას რა და რომ მეუბნებოდი ხოლმე რომ შევძლებთ ვიძახდი რა და მე ვარ ყავდი როგორ შევძლებდი. შევხვდებოდი და მე ვიქებდი როგორ დავხვდებოდი რა. რა პრინციპით რა. ამიტომ რავი ახლა ზეგზაგზელი იყო, მაგრამ ნუ ახავ სწავლობ რაღაცებს, მე კიდე სწავლობ, კიდე ეგ არის და წრეზე მიდიხარ სულ რა და თან გეშინია რომ ვიღაც გაჯობებს და იგასწორებს რა. და კაი შიში არის რა. იცი რა, ჩემი აზრით ორად იყოფა ხალხი, რომელიც მაგ პროფესიაში არის, ერთი ძალიან კლასიკური და ძალიან აი ესე როგორ გითხრა, მარტო ტრადიციულ რაღაცებს რო აღიარებენ და მეორე არის შენაერი სასტავის სიახლეებით რო აინტერესებთ, სხვაგან ნახდება რო ინტერესდებიან და რაღაცა სიახლეებს რო აკეთებენ. მეგონი ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენ პროფესიაში ჩემი აზრით. მანდ იცი როგორი პონტია, გუთფელი რო ვიყო რა. ანუ კამანდები იყოფა როგორ ხა ის ვინც ტრადიციულს აკეთებს ძალიან მაგრა ბევრი რა. ხო. ეხლა ტიპი რო 20 წელი ტრადიციულად აკეთებს რაღაცას, მაგას ვერ შეეჯიბრები, აზრი არა აქვს ყველაფერში. ვერ აჯობებ რა. ანუ სხვის თამაშია, ხო ხდები? ანუ არ უნდა შეხვიდე, არ დაუწყო ბრძოლა იმას, ვისაც ანუ მილიონჯერ აქვს ერთი და გაკეთებული ტიპს რა. რუსთვისავით რა, იმას როგორ უნდა დაუწყო ამას შეჯიბრება. მაგითო იგებ და ახალ თამაშს იგონებ რა. ეს ახალ თამაში არ ამართლებს, ან არა. და მე შეხტები იმ ახალ თამაშში ეგ ტიპი რომელიც რა ქვია მილიონჯერ და ისწავლა რა მაგის მაგრაკეთება რა. просто იგონებ ახალს, ეგ ამართლებს ეგეც რა ვიცი ეგ ტექნიკას რა. ხო, მაგრამ ეხლა მან საჭმლის გარდა ბრენდის შექმნაც შედის შენ ეხლა ბევრი სოპარაკობდა ვარ რა. ახლა შევიგინე ბოდიში გავაწიწოდე გამბავი. რა ქვია თუ დავადოთ. ანუ ბევრი სოპარაკობ რა. ეგ არის რა, ანუ პირი მაქვს ტრაფი. ნახევარი გაუგებარია, მაგრამ ნუ ეგ არის შენი საიდუმლო, ანუ. კი. იმდენ სოპარაკობ რო ვერ იგებენ ხოლმე რა სოპარაკობ და მე ალბათ რაღაც მნიშვნელოვანს და რაღაცა მაგარი თქვა. კი. ერთი 5 თვლის სიტყვა გაურიე. Actually და გააგზა. Actually და ანუ მე დავაჩინე არ უნდა ისმოდეს რა არის და ნუ ალბათ რაღაც აი რა. შენ გუთაისელი ხარ, მე მეგრელი ვარ, ხვდები ახლა ყველა ჩვენ წყალში ბანავთ ყველა რა ეს. ხო და სიტყვა მოიტანა გუთაისელობა და პიკეტიას გამომზე რას ფიქრობ ახლა შენი აზრი მოინტერესებს. მიყვარს კაცობა, ქაურობა. იცი როგორ არის, ანუ რო იყოს, ანუ აი კულინარია როგორც წამსი რო წარმოვიდგინო რა, ხო? რელიგია რა. ანუ როგორც აი მაგალითად ჯვრის მონასტერი არის, ეგრე პიკეტია საკამაბი კულინარიაში რა. მონუმენტური როჟა არის. აზარია ისტორიული რა, რომელიც ანუ მაგას ღირებულებას ვერ წაართვენ. კულინარიის ღმერთებისთვის წმინდა ადგილი არის. კარგი. ბიჭო, თუ გამოუცანი მაგ საწებელის გემო, შენ წესით მარტივად უნდა გამოგეცნო. იცი რა არის, ანუ გამოვიცანით, მაგრამ არ ვეხებით. მე ანუ ეგა წმინდა რა, არ უნდა
გაიმეორო რა. თუ გაიმეორებ ყოველ შემთხვევაში სახელი მაინც არ უნდა დაარქვა იგი. არა, საერთოდ არა. ეგ არის მირონია კულინარიული და არ ეხები მაგას. მინდა. იცი რა იყო? როგორც ახლა შეგნი ზეთი რო აიღო ჩვენებრივი, ხო? ზეთი თუ სახში გაქვს ზეთია, მაგრამ თუ ტაძარშია მირონია, ხო ხტები? იმიტომ რომ ნაკურთხია რა. და ეგრე იქ თავარი ინგრედიენტი არის კულინარიული კურთხევა. ეგეთია სტარტაპის რა, ეგ არის რა. კაი, წეგან ახლა სანამ გადაღებას დავიწყებდით, თუ მე მგონი დაჟე ვიღებდით. ამდენიმა გავლილი ამ ბაიკითო და აი ეგ ტრიფები მაინტერესებს რა, სად იყავი? მარტო იყავი, ვისთან ერთად იყავი? მე მიყვარს არ მარტო, იმიტომ რომ მაგ ჩემი ტემპი რა. ან მაქსიმუმ ერთი ბაიკი კიდე რა. ეგეც აი აბარა ეგეც იმიტომ რომ ერთი ბრატი მყავს ლუკა არის ჩემი ვინც რეალურად ბაიკის დამსვა. ჩემი დაანახო მეგობარი არის, რომელიც ძალიან კაი ბაიკერია რა. ისიც შენარი ძეწონა, მგონი ისტობ ლუკას შენ ხო? კი, ხო. და ანუ მაგასთან დავდივარ ძალიან სიამოვნებით, იმიტომ რომ ერთი ტემპი გვიჭირავს ორივეს რა. ანუ მაღალი სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია. და ისე მარტო მირჩევნია, იმიტომ რომ ხე მუსიკას ჩართავ, სხვაზე არ ნერვიულობ. კი, როცა გიდა გააჩერებ, მოწევ, როცა გიდა გააგრძელებ. და ეგრე როგორ ვარ ხო მეცი რომ ჩავასხავ ბენზინს, გავდივარ და სადაც წავალ რა. ჩანდას მოვიმაგრებ უკან მასზე რა ქვია ბაიკზე და შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ქვეყანაში შემთხვევით რა. ანუ ეგრე გახვედი, როცა გახვედი? ეგრე გავედი რა, ხა ჩანთაბრა მივდიოდი ბათუმში და აღმოჩნდი სტამბოლში რა, ხო ეგეთი რაღაც ხდება ხოლმე რა. აუ ბიჭო, ეგეთი სპონტანურობა ბაიკზე ძალიან ასწორებს. ეგა ბაიკის მუღამი ეგა, იმიტომ რომ გზაინდან ისწორდება რომ აი არ გიწევს ფიქრო, აი ხა რა ჩავა იქ ეგ არ გაქვს რა. ჩახვალ იმიტომ იკაიფებ რა. კი ბატონო. ნუ მაგით მით უმეტეს, ახლა ეგ კრუიზისთვის არის შექმნილი რა. კი, იმენა ტახტრება, იმენა ლოჯის სკამი არის პრობლემზე იმენა. ტელევიზორი კიდე წინერ. არა, წამოწვევი ხომ ავტობანზე ჩართავ კრუიზ კონტროლს, წამოწვევი, ფეხებს შეალაგებ აქ და მიკატავობ რა, მორჩავს რა ადგილი. აუ ეგ მანახა. ძალიან სასაცილო იქნება. არა, იცი რა კომფორტულია, სიგარა პირში, წვენი მეორე ხელში. ავტობანი სწორია, ყველა კანონს არ აღოდი დასაჭერი ხარ, ალბათ გაგინებს ხალხი, მაგრამ ძალიან кайფია. ბიჭო, მე ერთხელ ვცადე ამას, კრუიზ კონტროლი ხო არა აქვს ჩემსაც, მაგრამ აქ რა იცი? აგერ ხედავ, რაღაცა გადასატრიალებელი არის რა და გაზის დროს იკავებს და გადაწეულს თუ დაგჭირდება. და პირველად რო გავედი ქალაქიდან ამ ბაიკით, მე და ჩემი ძვაკაცი მივდივართ და ბიჭო გაიჩიტარ ვიღაცა გოგოები იმით, რა ქვია, კაბრიოლეტით და ეს ჩემი ძვაკაცი 1100-იანი ვისთან იყავდა, ჩუსტივით ხმარობდა რა. იმენა ჩუსტივით და მეც ვიდა ეხა რაღაცა რო ვქნა რა. და გადავწიეს და უკან მივეყუდე იმ ჩანთას, რო დაიწყო რულმა ესე კაკარი, ვაი, მეთქი ლაშა საქმდები. დაიღო რულმა? კი, რაღაცა გაკაკალდა და მეთქი, ვაიმე დამერხაში. არა, ეგ კანკალი არა, კაი კანკალი. ერთი გაკაკალდა და მეორე შენი პოჭა გაკაკალდა, რა მე შეეტროვა. კი, ეგრე ტრაკით დავიჭირე მოტოციკლეტი. კაი გაკატავება გამოგდის, მე მგონია რა. კი. და ტემპიც ახლა ტრაგიკული არ არის, რა კი მივდივარ 30, მაგრამ მისაღებია რა. ხო, არა უშავს. უკანის ტრაილერის ზღორი გვაგინებს უეჭვენი, მაგრამ არა უშავს. მაიცადე. ბიჭო, და ისე რა ქვია, ეხა კითხვა. არ დაგიბადარავდა? აუ ძალიან, აი მართლა ჩუსტივით ამაკ და რო აღარ მეშინია ბაიკის, მაგის მეშინია. და რას ფიქრობ შემდეგს? დაინას ფიქრობ რა, Street Mobs 1 და 7 Club Style-ზე მინდა რომ ყავდეს. Club Style-ზე იქნა ყავდეს. ბიჭო, იცი რა არის ეხა? რო იყო ტანწეწეტა 60 კილოიანი ბიჭი გავიგებდი. მარა. გვადლობთ ხალბატონ. ადლობ, აი, ბოლოს ხალბატონმა გვაგინდა. არა, შენი წონ კატეგორიაში რო იყოს ბაიკი არ გინდა? ბიჭო, არ ვნებდები, გაიგე, რომ გონია რომ ისევ დავსუსტდები და ისევ ხოძე ვიქნები. ეგ მეც მაქვს სულ, მაგრამ არადანად გაიგებდა. მაგიტოა რომ ამოწექი აბუბედურიო და იყავი ეს წყარად რა. ხო არა, მეორე ვარიანტიც მაქვს, ის Softail Deluxe მინდა. მაგით ჰარლი ბოლომდე, ხო? ხო, მექსიკურ სტილში რა. ოკეი, ეგ გასაგებია. ჩიკანო გინდა რომ ყავდეს. ხო რა, ჩიკანო, გრინგო. ჩვენ შეგვიძლია ახლა კიდე მაინტერესებს რაღაცები, მაგრამ მოდი დავსხდეთ, წავიდეთ. ოკეი. თან შემდეგი შეკითხვა უკვე იმ ადგილზე მქონდა, რაც შენ შექმენი და ბარემ
რაც შეშექმენი იქ მივიდეთ, ნახოთ და იქ ვისაუბროთ. აი, просто ეხა გაზ ჩავაჭიროთ თუ შეიძლება, თორე კი, გამოვყლეთ. ცოტა გავნიავდეთ. ბეჭი. აი, გატავობა გამოგვივიდა მე მგონი რა. ოღონდ ერთი ნაკლი აქვს რა გაზაფხული რო არის. ალერგია რო გაქვს, აი ყველაფერი და თვალები მაქვს აი გაწეთლებული თუ ნახე ეხლა რა ვიდეოც დავდე ბოლოს მან დამემართა სასწაული განზებზე რო ვიყავ. ხო. გაუწილ თითბები ყალყზე გამბურძგლა. ხანა ვირა გამოუკვდით შენ. დავლი ალერტეკი და მიმაფინა მიმაძინა. ალერტეკი არ უნდა ლიახმა ერიუსი ან ვანსი არის რომელიც არ გაძინა. ალერტეკი ძალიან გაძინებს არა პასნი არის. აი გადმოვედით ეხლა მაგრამ როგორც ხედავთ მეგობრებო ჰელმეტარიუმში არ ვართ ეხლა სხვა ადგილას ვართ ეს არის ცეხი ეს არის ლუკას რესტორანი და ძალიან კაი ეზოა სხვათა შორის არა მარტო ლუკას რესტორანი ხო სამეგობრო საძმაკაცოს რესტორანი ტერიტორია საძმოსის არის ეზო არა ეს ვთქვა რა უბანია ჩვენი კი ბატონო პატარა რომელიც არის თამარ მეფის აი სად არის მნიშვნელობა რა გიპოვონ თვითონ ხო ცეხი ნო იტოქს აი მოგიყვანს ვიღაცა რა თუ მოხლა მოსვლა რა ხო რა თუ ბედია აღმოჩნდები აქ მოხვალ აუცილებლად სანამ გადავართ ეხლა კიდე საუბარზე აუცილებლად ვახსენოთ ჩემი მეგობრები რა რომლებიც შესაძლებლად ხიან ყველაფერს ძალიან გვერდით მიდგანან და მაგალითად ჩემი მოტოციკლები სულ კვიცივით რო არის და ჭიხვინებს ჯანზი არის და ასე შემდეგ გარაჟი 31 არის ესეთი სახელოსნო უძმესი ხალხი მოგითხო ბიჭებს მადლობა ბიჭებო ხო და ბარემ მე რო არ დამავიწყდეს ხშირად მავიწყდება ხოლმე შენთვისაც მაქვს საჩუქარი დანაცოვა შემთხვევით რო არ დამავიწყდეს ემპორიუმ ბარბერშოპისგან აგერ შენი სამბავი ლამაზად მას შევიჭრე ეხლა ლამაზად წერს თან მოიგებს ლამაზად აი ჩაფხუდის გამო აი ბუდური ჩაფხუდის გამო ხელა რაღაც უმფარდავზე ეს პუდრს იქ ხოლმე მომაკ ხოლმე იქ და აი ეგ პუდრი ვინც არის ის არის მარილია სპეციალური და საინტერესო რაღაც ბაიკერებისთვის ძალიან გამოსადეგი რაღაცა ჩაფხუჩი თქვა რომ იხუტება ხოლმე ეს მარილი მე გაშრობაში ეხმარება და ცოტა აფუებს კიდეც და აფუებს კი ოდნავ რა ეთია კაცური თავის მოვლის ხერხე მაინც ხე ბაიკია სკულპტურა რაღაც დონეზე მარიაჟობა არის რაღაც დონეზე კი არა დიწიად მარიაჟობა ანუ თავს გაგრძნობინებს ეგრე შეიძლება თვითონ ტიპი არ იყო მარიაჟა ტიპი არ იყო მაგრამ როგორც კი მე აი რომ მოიწკიპები ბაიკზე ანუ მე ხდები რაღაცნაირად მარიაჟა არ ვინე მოდი უყურე მე აი რო შევხედო ორივე სიზე იტყო ეგრე აი ეს ბაიკითა ოჭული მოსული იმიტომ რომ რა ცეპი ის რა ქვია ბენდენა ყველა ვარიანტში რაღაც ბეჭდები რაღაც თავისი კულტურაა რა. კი ბატონო, ეხლა რატო ვართ აქ და რატო არ ვართ დღეს ჰელმეტარიუმში? იმიტომ რომ მინდა ამ ყველაფერზე საუბარი, ამ კულტურაზე, ამ ამბავზე და ლუკა მაგისთვის მე მგონი იდეალური სტუმარია რომ ამ ამბავში გაგვარკვიოს. ჯერ დავიწყებ ცოტა სასაცილოთი. ედე. პირდაპირ ასე ლაბავით დავიწყებ. გეხვეწები, გამარკვიო ეს ვეგანობა და ვეგეტარიანელობა ჯერითი გასწორება ერთმანეთისგან და მე მაგენი მე არ ვიცი როგორ სუნთქავენ და როგორ არიან. ბიჭო, რავი, კაი ხალხია რა, საყვარლები ძალიან რაღაც. ხო, ეხა ზოგს იგი უყვარს ზოგს რაღაც სხვა რაღაც ყველაფერმა რაც იყო და ისაკეთოს რაც უნდა რა, ესე ვთქვათ რა. არა, ეგ ხო არ მე მაგ რა თქმა უნდა თავისუფლება. ზერმეტი რო არ თქვი რა და თავისუფლება ყოველდღიურად, მაგრამ სიცოცხლე რა. არა, მაგორ შორის მართლა რა განსხვავება არის. არა, არაფერი ვეგანი არ ჭამს არაფერს ცხოველური წარმოშობის რა. რაც იცისო ცხოველური წარმოშობის არის. მაგალითად ახლა ვეგანი ანუ იდეაში არსის არის რომ ცოცხალი არსება არ უნდა შეეწიროს ან ცოცხალი არსების ტკივილი არ უნდა იყოს განცდილი შენ გამო რა ანუ ეგ ძესაც არ სვავენ მაგიტომ ბევრ შემთხვევაში და ის პროცესს აჭამა ხოლმე რა რომ არ წაართვას ცხოველს ისა რა ქვია ნუ ეხა ეგ უკვე მათი ფილოსოფია მაგრამ მაგალითად ძალიან საინტერესო რაღაცა რომ აი ვეგანი თუ ხარ და ლეღვს თუ ჭამ მაგალითად იცოდე რომ მწერების კვერცხებს ჭამ რომელიც რა ქვია ლეღვის საშუალებით მრავლდება ხოლმე ზოგადად და ვეგანი აღარ ხარ თუ ლეღვს ჭამ ხოლმე რო იცოდე ეგეთი რაღაცები არის ხომ საინტერესო ანუ ისა ვეგეტარიანელი ჭამს ყველს და ვეგეტარიანი მემოდენი აი ეგ არის როგორც არის ოვო ვეგეტარიანი რომელიც კვერცხს ჭამს ლაქტო ვეგეტარიანი რომელიც სისპალუს ჭამს რომელიც ასევე ნუ ხო ნუ კატეგორიები ეგრეა და ვეგეტარიანელი ზოგადად ცხოველურ წარმოშობის რაღაცას არ ჭამს მაგრამ ანუ რა ქვია აი განსხვავება რეალური არის ის რომ შეიძლება რაღაცა ცხოველების ჩართულობით რაღაცა ანუ ვეგანი მაგალითად აი არც წესით დადებით არც ყავს არ უნდა ხმარობდეს არაფერს ხდები? აჰა. ან ნებისმიერ რაღაცა ცხოველური წარმოშობის არის ან ცხოველის ტკივილია და მარტო ჭამაზე არ არის. ხო, მარტო ჭამაზე რა ფილოსოფია სრული რა და ვეგეტარიანობა უფრო ანუ ვეგანობა უფრო ფილოსოფია, ვეგეტარიანობა უფრო დიეტაა ესე ვთქვათ. დიეტას ვიზაღებ რა დიეტა გახდა დიეტა კი არა, როგორც აი შენი ყოველდღიურობის ნაწილი ესე ვთქვათ რა. დაახლოებით გასაგები. ხო რა, უფრო დიდი ტემპერატურა ვეგანობა და ვეგანობა. მაგის იქეთ კიდე არის საფეხურები, ხო იცი, ისა გუშინ წინ გავიგეთ რაღაცა. უმი ვეგეტარიანობა? ხო, არის ხალხი, რომელიც ანუ მოწყვეტილი არ უნდა იყოს თუ ანუ ხილით მოწყვეტილი არ უნდა იყოს ხილი.
ანუ ჩამოვარდნილი უნდა იყოს, რა ვიცი. იცი როგორ რაღაცა, შენ ნიავი მანახეო, მე განახე ვიღაც მომენტ მაგნიავს მეზღვაურივით იყენებს და მე რაღაც მიდის, ანუ ყველა მხარეს უბერავს რა ვიღაც და მე მგონი ეს არის ნერვოზის ერთ-ერთი გამოკატოლეო. მე უკვე იმდენი როგორ ეცე ვეგანების ჯგუფი არის რა და ვეგანების ჯგუფში ხარ, აი მე ვარ ისე რა ქვია რა, თანოსი არა, მაგრამ რაღაცა კიდევ ცუდი ანტიგმირი ვარ მაგ ჯგუფში ხომ, ეზიზღები დასანახადოებით არიან, ანუ აი შანსი ვარდება და ორი ეგენი მაგინები ყველაზე მეცხოვნა აბსოლუტურად, ამიტომ ეს აღარ გავაღიზიანებ მაგათ, იმიტომ ისეც იმდენი ყავს ნაღიზიანებდი ხალხი რომ რა ვიცი რა, მაგრამ კიდევ ერთ იმას აგზავნე, ხო გიფებს ასე ხორცს რო ატრიალებ და არა რაღაც მონტაჟები აქვს გაკეთებული ჩემი როგორ რაღაც გოჭების ვიდეოს როგორ და როგორ მონტაჟი იყო ეგეთი მე გოჭს ვაცხობ რა და აქ ტიპი გოჭების როგორ ყავენ მაგის ვიდეოა და როგორ ის სკლიანი როგორ მოვიდა შენთან ეს როგორ ბოროტი არსებობა მე რომ მაგას ვშვები რა ანუ იცი რა მე სულ მაგას ვიძახმე რა რომ მომავალი იდეაში ვიძახიან რომ ვეგანური არისო რა მომავალი შეიძლება ვეგანური იყოს მაგრამ ჯერ არ არის იმიტომ ტექნოლოგია მანდ არ არის როგორც კი გაჩნდება ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი არის ახლა ვითარდება ეგ ამბავი ტექნოლოგია ადიდ გვიან ისე მოხდება რომ ლაბორატორიაში ტექსტს გავზდით გოჭის ხორცის სიმულაციაც იქნება ყველაფერი ისე რომ ცხოველმა არ იწვალოს რა ეხა ეგ თუ მოხდება და ადეკვატური ფასიც იქნება გიჟი კი არ ვარ რომ არა ეს ვიტამინები და შემცველობა ანუ მაგას დაიცა დასმული იქნება ისე როგორც იგი მეცნიერები კაი ხალხია ძალიან რა მონდომებულები შეჭამ გემოგებრივად იმას და სამ ტაბლეტს რაღაცას ტაბლეტს არ გინდა მაშინ იქნება შენ სა ომეგა 3 რაღაცას შენ წამიგეხ მაგალითად აი ძეს როსვავ რა ძეში ეხა დ ვიტამინი ვერსავ მაგრამ ნუ წარმოვიდგე ლაქტოზაზე მონელობა გაქვს არა არ მიყვარს ზე აი მარილში ძიოდია დამატები ხდება ყველაფერში დღეს უკვე ყველაფერში რაღაც ამატებენ რაც ჯანმრთელობისთვის კარგი და მნიშვნელოვანია ამიტომ მაგაში ეგრე ისე იქნება შეპარებული ვერც გაიგებ ხო ალბათ ხო სტრუქტურა და გემო თუ იგივე იქნება რაც გაიგებ იზა მივალთ მაგამდე რა მივალთ ერთი ჰარლი დევიდსონი ვერ მივა ტექნოლოგიის განვითარებამდე და დანჩი ყველა მივა აბსოლუტურად ბიჭო ხო იყო რაღაც თელობები და რა აი გეი დაჟე გუში რა ხა იქ ვიყავი გარაჟი 31-ში არა ჯინჯერასთან ვიყავი და რაღაცა ბოლოს წინა ჰარლი ყავთ თუ რაღაცა იქ მოყარებულ და ბიჭო დავჯექიო და ვიბრაცია ვაფშე არა აქვს ამის დედასთან ჯინჯერას ყაბელოს ვითავს ჯინჯერას კასტომები და რა ქვია ავი ამისა ვაფშე არ მინდა ამის ასე არმატურითა გაშენებული ბაიკები ხო არა ეხლა ეს რომანტიკა დაინა ეგ რომანტიკა მესმის რა ანუ ხო ცი კლასიკი ჩოპინგის ნამდვილი კულტურა კიკსტარტერზე უნდა იყოს უიჭრელი კარბურატორზე ეგ მესმის მაგრამ მე არ მესმის ერთი ასე მესმის ხომ იცი რომ აი კარბურატორიანი ძრავით რაღაცა და პორშლები გამოცვლილი რაღაცა ისა უცნობენ რომ ძალიან ბევრი ძალა ამოქაჩონ ჰარლიდან ხომე რა ანუ არ არის ჰარლი მაგისტვის რა ანუ და არა ზოგი არის ეხლა რომელი ჰარლია ეს აი იაპონურის კაცი იმენა არა მე აი ბიოლი მაგალითად ხაფსტაილს გავს დაინას მე გაიტანა ეკრანზე რა ნახე რა ვიძი არის კი ბატონო იმე შენ არის ნუ ბიოლია რა პოსტ ეხლა რა არის რა რამა პირდაპირ ანუ დამოკიდებელი რამა აქვს რა და თავარი მუღამისა რა ქვია ცეპზეა და 175 თუ 180 ცხენი აქვს სტოკში შენ გენაცვალე აი ეს ბაიკი საჩემო მე მიყვარს აი თუ ანუ მე მინდა რომ ტექნოლოგია უნდა იყოს შეგით რა ანუ ჩემ აფას და შენ ბაიქს თუ ტექნოლოგია აქვს არ არის ჩემს ეს საინტერესო ანუ ორივე თუჯია გასაგებია ოლდსკული გევასება მაგრამ ის ტექნოლოგიური ოლდსკული მევასება 60 დრო ვიკატაო აი ეს კაკას ცე პანჰედი დაითრიე კიკსტარტზე რაღაცა უკან ტრაკი რო ტაკში რო გიწყავს იმიტომ რომ ამორტიზატორი არ აქვს იმენა ხერხემალი რო იშლება ნაწილებად ხვნილად ეგ ბაზარი არის ეგ მესმის აი кайფი არა აი კარბიანი 130 ცხენეზარიანი ჰარლი რომელიც ვითომ რაღაცა შეული ეგ არ მესმის რა ხო კაი ხა შენი ბაიკის შენ ისეთი ბაიკი გყავს და ისე მართავ ისეთი ძალა აქვს სარკეში ხედავდი აი ამ ხელაზე რა და გავიგონე და წინ იყავი ეგ იაპონური სუპერკრუზერების ის არის ხიბლი არის რა ქნა რანაირად ქნა სიმძიმე რაღაცა აი ხა იცი ბობაზე ბოლოს დაიდანზე გავატარეთ 162 ქონდა ბობაზე ბოლოს ხენი მაგრამ რა ქვია მაგისთან გავაპუჭე ერთი ორჯერ რაღაცები ძალიან კარდანი მოუწყვიტე ერთხელ კაროპკაშვილი ამისა წელიწადში ერთხელ ხოლმე კარდანი როგორ მოუწყვიტე სვეჭკის ცდობის მე ამაზე ხო ორჯერ გავს გასვეჭკე ერთხელ გავსვეჭკე და რა ქვია კარდანი გავწყვიტე მე ვერც გავსვეჭკე და ვერ დავიკავე კარგად მე შენი ბოლო ჰაიაბუსაა ჩემო არა არ მევასება სპორტ ბაიკები რა მე კრუზერი მინდა პოსტი აკეთებენ რომ საშენოთ შეიძლება და ისე რა ქვია მეორედ კიდე გავსვეჭკე ისეთი ძალით დავაგდე უკან რომ ორი ამორტიზატორმა გამისხაწინა ოპა ამიტომ აი მაგის მე აღარ მიქნია ანუ ცოტა მძიმეა მაგისტვის რა რაღა ცოტა ბიჭო რა ხო კამანდი რატო იცი მე რატო იცი ვიღაცამ ერთხელ იკარი თუ იცი იმაში მოტოლაგუნაში რო იკარი ირაკლის რომ ეცოდინება
მაგარი მითხრა ბიჭო, მაგარებს ვეჭყავენ რა და მე მართლა ხო და მანახა და და ეგრე იმ ღამესო გავაბუჭე ბაიკი. იტო მეთქი მე მყავ მე არ გავსვეჭყო მაგით ეხლა რა პოდე და კამადა ვინც მაგრა აგადი მაშინ იყავებს რა მე კიდე არ მაგამოსწმე სპორტ ბაიკების ნამჟარი ვარ რა. ჩემი პირველი ვეჭყა მაგ ბაიკი. დაინები არის ახლა ბაჰარლიში ეგრე რა. ხო დაინები იმიტომ რომ ცეპზე გადაყვანილი ლუკას ყავს ეგეთი რა ქვია დაინა რა. აი ჯიჯერასაც. ხო და ის ვეჭყავს მაგრამ ნუ ძალა არ ყოფნის. ხო, მაგრამ ლამაზი საყურებელი. მე არ ვიზამდი, მაგრამ სხვა რო შევა უყურებს სიამოვნებით. აი, გადმოვიდეთ ისევ აქეთ, კულინარიისკენ, მართლა მაინტერესებს. მალაპარაკი ამ ბაიკერზე ამირე კულინარია. არ მაინტერესებს. მე რო რაღაცა მაინტერესებს, მაქედან გამომდინარე ყავს ხოლმე სტუმრები რა. ბაზარი ინტერესი რო არის. კი მეტყობა ახლა. კი, ჭამელი კაცი ხარ ახლა ეგ. თან ხო წინაზეც ხო აქ რაღაცები გავსინჯეთ, აი კონცერტი რო ქონდა აქ პერიოდში. აუ მოუშტერდი ზმაო რა. რაღაცებს ჩვენ მოჩვენებთ. სიგონებთ რა საკეთებს. აი იცი ბიჭო რაღაცა ჩათვალე აქ ვარ როგორც სამზრაოსაც გვევასება ჩვენ იმას ვაკეთებთ რა იმაზე არ ვარ ორიენტირებული სხვა საერთაშორისო რა. ვიღაცა ჩვენ ტალღას დაიჭერს რა. არ დაიჭერს, ნუ დაიჭერს ახლა მილიონი კაი რესტორანი ქალაქში რა იმენტია. ხო, მაგრამ აი ეგეც ის მგონია რა, პიარის ნაწილი, ეგრე რო ლაპარაკობ, იმიტომ რომ შენ კარგად გამოგდის ბრენდის შენება. ხო, ბიჭო, რესტორანი ბრენდია, თავიდან მომდრო. ხები იცი როგორ რაღაცა პიროვნება, აი ადამიანის რაღაც მომენტში ბრენდია რა, ახლა შენ მაგალითად რო გაცვიე, მეც ეგრე მაცვია რაღაც ეგეთ ლაპარაკობ რაღაცას, ხოთი როკენროლი რაღაცა, კიდე ყველა ვინც მაგ ხოხსია, შენ გიგებს და ევასები, ხები მომენტია და რესტორანის პიროვნება რო უნდა ქონდეს აუცილებლად რა და რესტორანის პიროვნებას ის ხალხი ვინც მუშაობს და ის კომანდა ვინც დადის რა, ეგ მომენტია ხალხი კომუნა რა და ახლა იცი მე ჩემ რესტორანსაც როგორც მე და როგორც ჩემ სტაფს და ჩემ მეგობრებს პიროვნება აქვს თავისი და ვლინდება ყველაფერში რა, უნდა გამოვლინდეს და ეგ არის ბრენდინგი და ეგ მარკეტინგი. პირველი არის ესთვის ახლა ეს საკუთარი კი. მანამდე საკონსტიტუციო ქონდა მე და ჩემ პარტნიორს, რომელიც ახაც ჩემი პარტნიორია, ვახო კანდიდატი. მოკითხვა პროექტ დეველოპმენტი, კი, ვახო სასწავლო ადამიანია, ვახო რო არ იყოს, მე ვიქნებოდი ალბათ ყიბის ქვეშ ღატაკის რაღაცას, იმიტომ რომ ბიზნესური გონების ადამიანია და გადამჩენელია ჩემი სულადი მე. ნიჭიერი ვიც არის ადამიანი, იმას მეორე ადამიანი ეს ჭირდება, ისიც ნიჭიერი, ოღონდ ჭკვიანი ნიჭიერი უფრო რა. აზე მოსული არა გაგიჟებული ნიჭიერი. მე გებწები, ვახოს რა ეს ყელსაბამი აქვს, მობული ჯაჭვით ხო ისეთი. როტოიერებს კინებიანი. და ეგეთ და ისე უჭირვა ხომ რაღაც წლებები არ ვაკეთო ხომ. ეხლა მომწრევარ წერა რაღაც ზაზდარეკეთ რასასმელზე? სოჯუ. სოჯუზე ყველა წამოიღე მე ვიხდი. ო ეგრე ეს ამას ნახავს გაიგებს მაგას და მაგაზე დამენწევა. მე გვიანი იქნება უკვე. მე გვიანი იქნება დღეს სოჯუს დავლებ. სოჯუ მაგას მაგარი რაღაც გაგასინჯებ რა მოვა. კი მაინტერესებს რა. კორეელი ლოთების. აი ეხლა ცოტა ის რა ქვია, ყვითელი შეკითხვა. ყვითელი შეკითხვა. მასტერ შეფი რატო ფაფუ? ბიჭო, არ ევასება ამ პირველ რიგში პოლიტიკაზე რო ლაპარაკობს ვიღაც და არ ეთანხმება რაღაცებში ხომ და მაგიტო. ანუ რაც გვეგონა ეგ არის. დიდი ალბათობით იცი მოდი ის ვთქვა, მეც გაჯმული მქონა ჩემპიონში რაღაცებზე. ანუ ოდი ის ვთქვა, არავის არ მივაყენებს. როკსტარი ხარ და იყავია ხარ. იცი რა, ეხა ჩემგან უფრო ხო ხარ როკსტარი. ჩემ თვალში ხარ ძმა. მომწონს ეგრე რო იყოს როჟღერს მომწონს რომ მესმის. შეიძლება მომწონს მე. მე ნერდი ვარ, ძალიან ნამეტანი ნერდი ვარ და ნამეტანი ისეთი ვარ. ანუ როგორ ვთქვა რა. აი ეს კულ ფაქტორი ხოც არ მაქვს. არა, ჩერდი არა. თავდაბლობას მაქვს. თავდაბლობას არ არის, პოსტა ტვინს ყავარ მაგარი და მაგიტო და ძალიან ბევრს ლაპარაკობ. ეგ არის რა, გინდა ბიჭო, ანუ კარგი საქმეში კარგი ხარ. კარგად მოიყურები იმაში რა კაცი ნახე როგორ უნდა არის. იშნობ და რავი როკსტარო ბაბა მეტი რა არის ახლა. ვოგანის ლაინებით არ დავდივართ ჩვენ როკსტარები. ვირიღებს და მაგიტო დრებენზი. ისე სხვადასხვა სხვა ეგეც კულინარიაში არის კულტურა უცხოჩიები ხარ ხოლმე მაგას გახედვებენ ხოლმე. ხო, ეგ გამიგია და იცი რა მაინტერესებს? ცოტა ნუ ჩვენთან ყველაფერზე მოსვლა ლაპარაკი, მე მგონი გემახსოვრებათ ხალხო და ამიტომ ვართ ესე გახდება. რეცეპტორებს არ მოქმედებს? აუ, კი როგორ არა. ანუ აშუც პირს გიბუჟებს ხომ ხოდები არსებობს ახლა მე ამ ყველაფერს არ ვშვები, მაგრამ ახო წლებიდან ვიცი მაგ ყველაფერს რა ქვია როგორ ой, ზარეულებს აქვთ რა ქვია, რამოდენიმე ტექნიკა იმისი როგორ მოიხმარო რომ არ დაგიზარდოს და ანუ მაგალითად სოიოს ან თევზის სოუსი წყალი და ცხვირი შეესწროს, ხო ცხვირი ჩაწმინდოს. და დაბუჟებას აღარ იწევს და რაღაც ეგეთი მე სუნსაც ვცნობ რა. და თან მე ის მეტი რომ ჩვენ ინდუსტრიაში არის მიღებული მიკროდოზირება და არა დაჭერა რა. ანუ საგულაო დოზას კი არა. მესმის ხო? მე გეტყვი რომ ალბათ მიშლენის ვარსკვლავი სამუშაო დოზას. 90-1000-იანების მით მიშლენის ვარსკვლავი რესტორანი არ ყოფილა, რომელიც კოკაინზე არ გაიხსნა რა. ექსკლუზივად. ანუ იმიტომ კი არა რომ რაღაცა გულაობა და რაღაც ეგეთი. პროსტა იმისთვის რომ ეს უძილო ღამები გადაათენო რამე. ხო, სამუშაო დოზად ხო მაგას ვიძახ. მიკროდოზზე პატარ-პატარაებეთი და აუ რაღაცა მეძინება შეგავიღვიძე. აზე ხარ ხო? და ეგ პატარა დოზები რო არის, ეგრე ძალიან არ გიშლის ხელს რა.
ეგეთი რაღაცა. და ტექნიკა თუ არსებობს ისეთი ხალხისთვის, რომელსაც აი მაგალითად მე ბოლო დროს ვუჩივი ბევრი მოწევისგან, ჩემი აზრით ბევრი მოწევისგან, სიგარეტის ბოლისგან, ნიკოტინისგან ზოგადად, აი მომუმატე მარილის დოზას, მომუმატე შაქრის დოზას, ანუ რაღაც აი მარილი არ უნდა მომუმატო. მარილი სხვა რაღაცა, მარილი სითხესთან აკავშირ, წყალის მეტი. წყალს თუ შევ ბევრს ანუ რეცეპტორები როგორ შეიძლება გამოაჯანმრთელო ადამიანმა თქო რა. ნუ ეხლა იცი როგორ რაღაც მაგალითად მე თუ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გასაკეთებელი ხომ რა, ორი კვირა იმენ არ ვეწევი რა. მართლა ხო? ხო, პოსტა რაღაც აღდგეს. პირს იმდენად არავნებს ცხვირის არის. ცხვირი, ხო. ხო რა და ცხვირი მუშაობს, მე 70% ცხვირია წარმოიდგინე რა. ხო, გემომდე ცხვირი. არომატებს რა. პირი გძნობს მარტო 5 რაღაცას რა, ანუ 6 რაღაცას. და დონებს, მაგას დონებს და დანარჩენ ყველა ნიუანსს ცხვირი შვება რა. იმიტომ ცხვირის გადავისვება და მაგიტომ ეხა ორი კვირა ასვენებ, ალერგიის წამლებს დალევ რაღაცა და აღდგება ხოლმე ესე ბოლომდე ხოლმე ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ კიდე ის არის რომ რაღაც ტიპის მე იმდენი რაღაც გასინჯული რომ აი რაღაცას შეხედო ისე ხვდები რა გემოაქვს რა. ახლა ხო მარილიანს კერძი არის თუ არ არის მაგას მარილზე უკვე შეურაცხყოფა არის ადამიანის ვინც ამზადებს რაღაცებს ხედა უკვე ისე რომ შეხედოთ უკვე ხვდები იმედია და სუნით ხვდები რაღაც გემოებს უკვე რაღაცებს და მაგიტო გამოცდილებას თავისი სიმარტივე მოაქვს რა. ახლა ვიღაც ესე ინტუიტიურად დაკვირვებაც აქვს, მაგრამ კაი დიასახლის, კაი სახლის მზარეულს, რა ქვია, აქ ის მომენტი რომ შეხედავს უკვე ხვდება რაღაც, გზნობს რაღაცას და magას ეძახიან ნიჭი აქო და გემო აქვს, მაგრამ ნიჭი არ არის ინტუიცია, კარგი პოსტა რა. მზარეულური ინტუიცია. კაი, ბასტურმა თუ ცოცხალი? აო, განაჭერს გააჩნია. თუ მუცელი არის ცოცხალი, მუზეური თუ არის ცოცხალი, თუ ბეჭიანკი სერი არის, მაშინ ბასტურმა. სუკი? სუკი არის ჩალა. ეგრევე დაკრულზე თუ შეჭა. ჩემ სუკი არის რაღაცა უნდა ჩაავაპო სოუსში რაღაცაში და სუკს გემო არა აქვს არცეთს რა. არც საკონს არც ხათავს თუ აღიარებ ხორცად. ხათამი არის ბოსტნეულია, პოსტომეც ოდნავ აქტიურად მოძრაობს. ესეც მე ვარ. ვინც მე მეღადავებოდი. არა, ხათამი არის იმე გებეცები იმას რა ქვია, წითელ კომპოსტოს მეტი პიროვნება აქვს, ვიდრე ხათამს აქვს, გამაგია. არა, ხათამი просто გედი გარბის რა, ხა ყველა ბოსტნეული გარბის, უნდა სწრაფად გარბის რა. ზოგი ხა იზდება ფესვებით რაღაცა ეს დაიჭირო. თან უტვინოა მაგა. აუ, შაშინელი არსებაა, დინოზავრი არის პატარა. ბიჭალა რა უნდა მოგცეს? სადა, ოდესმე თუ გინახე, აი მარტა ვეგანების ეგ მიყვარს, რომ ოდესმე თუ უნახე ვეგანს, რა საშინელებებს აკეთებენ ქათმების ცხოვრებაში, პოსტა ერთმანეთს რებს უშვებიან რა. პოს პრინციპულად უნდა მოკლა ქათმები რა, გოჩია რა. ანუ აი ბოროტება არის, აი ეს შავი თვალები, ეს რაპტორის თვალები, ხო, რა იმნა, სიბნელია სულ შიგნით. ნატამაი ტვინის არ არის, პიროვნება არაფერი და ყნელობა ტყნაური, ეგული რაღაცა მარტო იმენა. ხო. სიკრიბის და ტრაგონიზორ არაფერს არ შვებიან ხოლმე უბედურები, ყვერცხიზდება იმენა. ბოროტებაა ქათა. აი, რა მაინტერესებს ისი? რამდენად სწავლებადი არის იყო კარგი მზარეული, აი როგორ კარგი მზარეულს გულისხმობ, იცი? მარტო დასაქმებას კი აგური, რომ კარგად გიზე დასაქმდეს ან რაღაც, აი მართლა შენაირი და ისეთი ტიპი რო იტყვის მზარეულზე, რომ აი ბიჭო, აი რა კარგად უსწავლია. ჭიჭება რაღაცა თავიდან ბოლომდე სწავლებადი არის. მე მაგალითად მაგას ვიძახი რა, ხა მე მყავს მეგობრები და მზარეულები, რომლებიც აი ნიჭის ფაქტორი რო აიღო, აი ძალიან ნიჭერებიან, ძალიან კარგები. მე მაგალითად ჩემ თავს ვიძახი უნიჭოს, იმიტომ რომ არაფერი ბუნებრივად არ მომსვლია, არ გამომდიოდა, ხდები, ყველაფერს მომიწია ჩალეთში რა. და ანუ ჩემნაირი რო გახდე, ხო? პროსტა დაასხი ტვინი ცოტა ხანი, ამოდენიმე წელი და გამოხო პრობლემის გარეშე რა. აი პროსტა ტვინის დასხმას არაფერი, რომ წიგნი მონდომება და ახაობა რა. ეგ სამი რაღაცით უეჭველი გამოდის, თავს დავდებ რა. პროსტა ანუ ახლა ვიღაცები არის, ვის ახლა მე მაგალითად რამოდენიმე მზარეული ვიცნობ, რომ აი თუნდაც აი თამთან ღიარაშვილი ხო ვიცი. დნმ-ში აქ ხო ირენა. აი ტიპს ანუ რაღაცა გემოს ამბავი და აი რაღაცა კედიზაწყო დნმ-ში აქ რა, ახლა მომენტია რა. ეგ არის სამზარეულო. მე შეფობა კიდე სხვა ამბავია რა, მაგრამ ჩემნაირი რო იყოს სწავლადია. ვიღაცები არიან, ვინც ვიღაცებზე აშუქება ვერ ისწავლა. კიდე თავდაბლობა. თავდაბლობაზე არ არის, მე მას ვიძახი, რომ აი ნებისმიერს დაუდგები პახაობის რაოდენობაში და გათენებული ტყების რაოდენობაში და ტვინი დასხმის რაოდენობაში. ანუ მოიტანა გამოცდილება და ეგ მოიტანა პოსტა იმან რომ მანიაკი ვარ პოსტა და ანუ მართლა ცხოვრება არ მქონდა 10 წელი ცხოვრება დავთმე რომ პოსტა მექნა ეს რა. და ეხათ ისე ვარ რომ ანუ აი ღამებს ვთანებ ხოლმე რა და აი გუში მაგალითად. ნუ გუში მაგალითად. თან შენი საქმე რო გაქვს, მით უმეტეს უფრო დიდი პასუხი გუში კიდე რაღაც დონეზე კიდე ცოტა აღარ შეურეგართო, მაგრამ მაინც დღის ბოლოს დახურვა და მონიტორინგი სულ ცოტა არ და სტაფი მყავს სასწაული.
просто მაინც ხოცი შფოთავ რა და ვიცი რომ ისინი მოულიან, მაგრამ მე მაინც ნერვიულობ. კი, სწრაფი მართლა ძალიან კარგი ყავს. ესე პირადად ყველას არ ვიცნობ, არა, ვისაც ვიცნობ, მეგობრობ. სულ შინაური კაი ბავშვი. ისეთი ეზო არის რა, ეხლა ვინც არ იცით, ჩემი ხალხი ვინც აქართ, ეხლა ყველა ესეთები ვართ აქ რა, ისეთ ადგილებში დავდივართ, მოტოს შეაყენებ რაღაცა გემრიელს ეძებ. სულ ხო ვერ დალევ, მით უმეტეს ბაიკით როცა მოძრაობ და ეს მაგრა ასწორებს მართლა. თან ისეთი ბაიკ ფრენდლი არის ეს. სულ ბაიკები აყენია ყველა. ეხლა ის თქვათ რა, რაც მე გკითხე. პირდაპირ თქვათ, დავაანონსოთ თუ შევძლებთ მაგ ამბავს. მაგას? ეგ უფრო რეალური არის რა და არის ესეთი იდეა რა, საზღვარგარეთ. მე მგონი ხალი იყო რა, თუ სწორად მახსოვს. წამყვანი იუთუბერია, არ მახსოვს მართლა რა ქვია, მაგრამ ნანახი მაქვს Ride to It რაღაც ეგრე ქვია, მიდიან რა რაიდში საჭმელად. ხო და შევთავაზე ლუკას რომ მეთქი მე რაღაც წერტილები ხო მაქვს ეხლა ჩემი საფარელი ადგილები საჭმელის რა. მეც მაქვს. ხო და მეთქი შენი მოწვე მეთქი რა, მოდი. წავიდეთ, რაიდი გავაკეთოთ და მივიდეთ. ჩავდეთ. ვიპოვოც იყოს მაშინ, ხო, ნახოთ და შეხვედრით მე ისეთი ვსწავლეთ, სადაც ვაფშე ხო, გამომელევა რამდენი კი ვაქ ეხლა მე ან შენ. აბსოლუტურად. აღმოვაჩინოთ. ანუ ერთი იდეა დაიბადა ეგეთი რა. ხო, არა, თუ არის მაგის ინტერესი, წავ დავჟეთ და გავგაზოთ რა. გავგაზოთ და განვიხილავთ საჭმელებს ისეს, სად როგორ მზადდება, რა აქვს კარგი და ასე შემდეგ. ისეთი ოღონდ ფრეში ადგილები, კაცური ადგილები. ეხლა ფოებებში არ გვინდა ეს რა. რუფტოპზე არა. არავითარ შემთხვევაში, აბე, იმაში რა ქვია, ანუ ხო, ქაღაბაბი მწვადი ეს ადგილხარი, მე მაგალითად ძალიან მიყვარს გულელებში ხინკალი. აი, თიანეთში ძალიან მევასება ხინკალი. ჩემთვის საქართველოში ყველაზე გემრიელი. აზერბაიჯანის საზღვრისკენ დავატოთ ქაბაბები ჩავარტყოთ სხვის. აბა რა, ფარავანზე, თევზი, რა ვიცი. აიდეა. მე მგონი კაი რაღაცასაც ჩაეყრება საფუძველი ძვირფასო მეგობრებო. ძალიან კარგი მე ძალიან კაი დრო გავატარე დღეს შენთან ერთად. ასევე. ძალიან მესიამონა შენი სტუმრობა, მადლობა ძმაო. ეგ ისედაც ხომ სულ კაი დროს ვატარებთ ხომ და კი, არა, ყოველთვის სასიამოვნოა შენთან შეხვედრა და შენთან ლაპარაკი. არა, ეხლა ესეც გაასწორა რა. მადლობა კიდევ ერთხელ და მადლობა თქვენ მეგობრებო. და ეხლა ერთია იაპონური ბაიქს იყიდის და იქ იქნება რა. არა, შეიძლება მეორე ბაიკი იაპონური ვიყიდო, მაგრამ იქნება ენდურო ან ადვენჩერი ან სკრამბლერი რა რაღაც. NR ან რაღაც ეგეთი, ან აფრიკატვინი. აფრიკა დიდია ბიჭო. არა. ეხები ხო დავიმოწინო ძირს ცოტა მაინც. დაბალისდენებით იყიდება მაგაში. არა, რაღაც უფრო სკრამბლერის ტიპი ვარ. არც ის არის, არც ეს რა და სკრამბლერები უფრო ევროპული სკრამბლერი ჯობია. ვიძე სკრამბლერი სექსი უნდა იყოს რა. ტრიუმფიან რაღაც ეგეთი უნდა იყოს. ტრიუმფი. თავი რაღაცა ხო ტიმაკვინად წარმოიდგინო ეგეთი პონჩი უნდა იყოს. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.